გამარჯობა ხალხო. რანაირად არ ჩამხარდი და. მოწიე ცოტა და გამოჩნდი. როგორ ხართ? არიქა გვეწეღორები. როგორ ახ? მოდი შენ თუ გინდა აქეთ დაჯიქისები მან დავჯდები და დავდგათ. ამინა. როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? თქვენსკენ არაფერი ჯერჯერობით. გირონო ზემნო ვისაუბროთ კოსტა. მე რა ვიცი. მე რა ვიციო? გაგიშდი შენ. ხო, აი, ხალხო რა უნდა გითხრათ. აი, TikTok-ში რო ნახეთ ტვინმე, წამოთ ისევ იქით გადავიდეთ აქ ვიღა. წამორა. ვერ ვარ კა. ისე ჩვენს ადგილას გადავინაცვლოთ ხალხო. აქ ვერ ვართ კარგად. რაღაცა მობრეცილები ვხედავთ და TikTok-ში თუ ნახეთ ქუთაისში მგონი ბებია რო იმას ცემდა რა. ქერათმიანი ქალია TikTok-ერები არიან ორივე დადაშვილი. ხან ერთმანეთს ხოცავენ ხოლმე, ერთმანეთს გინებენ, ყველაფერს აკეთებენ. ხო და ის არის რა ქვია, ბავშვმა ხელი კრა. იმას ჯამს, საჭმლის ჯამს. კოვს. ჯამი გადააგდო. მე კოვზი ვიცი, კოვზით აჭმენდა და კოვს აკრა და შენ როგორ დამა. ჯამით გადავარდა მე. ხელი კრა. ხო და შენ როგორ გადააგდეო? სცემდა ლაივში, პირდაპირ ლაივ ჩართვაში. ლაივში პირდაპირ ურტყავდა ბავშვს. იმას აშვებოდა სიტყვებს ეძახოდა საზიღარს. ეს ბავშვი განწირული ხმით ტიროდა. კერტირო ჯერ იცინოდა. ჯერ იცინოდა. ბავშვი, ხო. ჯერ იცინოდა და მე უკვე დაიწყო ტირილი. მე ძალიან თქმაზე გადავიდა, ანჭხრევდა ბავშვს. ხო და დაიჭირეს. და იმ ბავშვის დედა იძახის რომ მე რაო რომ დედა ბებია მე რა რო ურტყავდაო. რას ქვია ურტყავდა, კინაღამ ბავშვი შემოაკვდა. და ისაო რა ქვია, 3000 ლარს ვაგროვებო გირაოს გულისთვის. მოთხოველა დავიდე პაპაიას. რას ვაგროვებო? 3000 ლარს გირაოს დი უნდა გამოვიყვანო დედა ჩემიო. არა და სოციალური სამსახური თუნდაც მისულა მაგათთან. პირველი შემთხვევა არა ყოფილა. ის ბავშვი წაიყვანეს. წაიყვანდნენ, მარას იზავდნენ. მაგათ იმასაც დედობა უნდა ჩამოვართოთ და მაგათ საერთოდ ბებიობა. მაგათთან ბავშვი ცოდოა. ან მოკლავენ რაღაცა ფსიქიკური იმას დამართებენ რა ქვია შლილობას. არა, უბრალოდ იცი რა არის ხალხო. როგორ შეიძლება თუ ნებისყოფ არ აქვს ადამიანს ბავშვის გაზდის, ან მოვლის, ან რაღაცის. ბავშვი ან დაგაღრევინებს, ან რაღაცას იზამს და თოთო არის, კაცო პატარა იყო, მეტი კი არა. 2 წლის ბავშვია და ზოგი იძახის 1 წლის ინგლისში გახდაო. 1 წლის იყო, 2 წლის იმას არ ეწყობოდა გიორგი. პატარა. 1 წლიდან ბავშვს რატო უნდა გაუკეთო ესეთი რაღაც? დაღვარე მოიწმინდება ხო? კიდე დედა რო იმას იტყვის რომ ის არისო რა ქვია, უფლება აქვს რომ დაარტყასო, ის დედა კი არა, ჯანდაბა არის და ბნედა არის. ჯერ ეგეთი რატო უნდა დაარტყა? იმას დედობა კი არა, ის უნდა მოკლა იგრევე. რატო უნდა დაარტყა? ერთი გემრიელად უნდა შეიძლება გაუბრაზდე, დაუყვირო ელემენტარულ რაღაცა სიტყვაზე. არც უნდა დაუყვიროს ბავშვს საერთოდ ფსიქიკური პრობლემები, იმიტომ აქვთ ხოლმე და იმიტომ იზრდებიან მე მოძალადეები დედა. ფსიქიკური პრობლემები ემართებათ ხოლმე მე ბავშვებს. ხო, გიორგი, აი თქვათ, შეიძლება გაუბრაზდე გიორგი რაღაცა. შენიშვნა შეიძლება მიცემა რომ დაარტყა კაცო. შენიშვნა მისცე, აბა როგორ შეიძლება? წყნარი ენით, არა თუ სიგიჟით. დაყვირებაც არ შეიძლება. სიგიჟით. დასვი ბავშვი. არა ბებო, ეს არ შეიძლება. ის არ შეიძლება, აი მე თქვაში რაღაც ჩამევიდა. როგორ შეიძლება, კარგო, რა ხან ბებო ხარ? იმის უფლება ვინ მოგცა შენ რო ესე ამწარე? იქ რო ყოფილიყავი მე მაგალითად, ისე გამამწარა მაგ ვიდეო, იქ რო ყოფილიყავი, იმ ხალხს ხელებს მივამტურებდი და იმ ბავშვს წამოვიყვანდი. და ვიღა პოლიციაში მივიყვანდი და ვიღაცა იმას იზავდა რა ქვია. მივამტურებდი ეგრევე იმ ხელებს.
თან რა საზღარი სიტყვებია ხალხო ამ ხელაკაც დედა რა სიტყვები რა სიტყვებს იძახის ხოლმე აი მე დედაშვილი ჭუბობენ ხოლმე ის გოგო ემუქრებოდა ის მაგას შვილი შაშანცი მეგონი თორწდები ემუქრებოდა რომ საფრთხე აგართმევო ციხეში დაგიჭერო ეხლა კიდე იმასავშევ ამართლებს საცო დავის ბავშვი აი მაგათ ხელში აი ეგეთები თარო ბავშვი იზრდება იმიტომ ხდებიან მე მოძალადეები და ფსიქიკური პრობლემები იმიტომ აქვთ ელემენტარული ადამიანს როგორ შეიძლება რომ ადამიანი ეგრე გაიმეტო პატარა არც დიდს არ უნდა გაიგერა არავინ არ უნდა გაიმეტო ცემა რა უბედურება არის რა ჯანდაბა რა ეცამ ხალხს რა დაემართა ვერ გავიგე თუ მართლა ერთხელ რო თქვა ფსიქოლოგმა თქვა თუ ვიღაცამ თუ არა გაქვთ ბავშვის ის არა ქვია ნერვები და ნებისყოფა ბავშვს ნუ გააჩენთო მართალია თუ იმის ნებისყოფა არა გაქვთ ბავშვი გაზარდოთ და ბავშვი ან ხან იკიდებს ხან იცინებს ხან დაგიღრის ხან დააბნევს ხან რას იზამს ბავშვი მაგაზე სწავლობს აბა რეზე სწავლობს ის რომ დაიღვარა ხო დიდი რამე დაიღვარა ის დიდი ხო არ არის მე შეიძლება რომ გაიყვანა და აღარა ჭამო ხო აღარა ჭამა აღარ დავინახო რო აჭამო ხოლო ბავშვმა ერთი წლის ბავშვი აუ ღმერთო აი მაგ ეკალი გარეთ არ უნდა გამოუშვა არ ვიცი ხალხო რა მდგომარეობაა და რა რავი ამ TikTok-მა სულ გადავიმარია და შევშალე TikTok-მა გააგიჟა ეს ხალხი TikTok-მა გააგიჟა უკვე ის აღარ უნდათ რა ქვია TikTok-ის გარდა აღარ უნდათ რომ იმას აქნან რამე გააკეთო არ ვიცი ხალხო გადარია ინტერნეტმა გააგიჟა ხალხი სხვა არაფერმა ინტერნეტმა გააგიჟა რანაირად აგაკეთმები უყუღმა გვედულა გავაკეთო ვერ იმას აქვს ხო და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ რა გინდა იმ ბორთან დაღვარა მეორე ხელი კრავდა დაღვარავდა სცემდა თან აჯღრედა ბავშვს თან რა სიტყვებით ილამძღვრა ხო მე ლაივებში როზის ხოლმე ამ ხელაკალი რა სიტყვებს აღარ იცახის ეგ არის ხო სათვალიც უკეთია ხო ქერათმენ გუწუხალ შემხდა მე ნახევრად მეძინა და ის ამაგიშვილის კარგი გავარდნილი ვინმე კი იქნებიან ორივე დედაშვილი ვინ არის მე რა ვიცი ის მიშვილი არ ვიცი ვინ არის ისის ლაივებში ის ხოლმე მაგასთან ერთად მე არ ვინა ხან მარტოზის ხან მაგასთან ერთად ის არ ვიცი და სულე და გაგიჟდა ეს ხალხი თუ რა მდგომარეობა მე არ ვიცი გაგიჟდა მარაკ პოლიციაში ეტყობა უჩივლეს თუ ვიღაცა უჩივლა აი ერთმა TikTok-ერი არის ერთი ბიჭი აქტივისტია იმისი რა ქვია ხო და აპროტესტებს ხოლმე ყველაფერს და იმან უჩივლა იმ ვიდეო ნახა უჩივლა ბავშვს მოკლავენ ეგენი საერთოდ ორივე დედაშვილი ციხეში არიან გადასაყვანები უკეთესად თუ არ გაიზარდოს ეს ბავშვი კიდე მე არ ვიცი დასულედნენ გაგიჟდნენ რა ქნეს მე ჩემამდე არ დადის ჩემამდე რასაკეთებენ რა მდგომარეობა რა ფორმა რა წონა რა არ ვიცი ხალხო სულ გასულენ და სხვათა შორის იცი რა არის ქეთი ქველაძემაც იცის ბავშვს ვერ ამოუღია ხმა და ვერ დაუქველებია ვიდეოს რო წერს ბავშვმა ხმა არ უნდა მოიღოს მაგანაც იცის ხოლმე ხო მაგანაც იცის ელემენტარული რაღაცა ელეთმელეთები ემართება ბავშვს რო გაწიდება და ახველებ ნერვები მეშლება არ შეიძლება შენი უმსგავსო რაღაცეების გული TikTok-ის და ინტერნეტის გარდა არც ბავშვი აღარ უნდა თამხართ ნაწარმი ახლა ჩვენ გინდა თქვა სიტყვაზე მარტო ვიდეოში რო ვიყოთ ჩაჭედილები ეგრე არ შეიძლება ოჯახი რის ოჯახია ბები არის ბებია ხარ შედალოცვილი შვილი თუ მოკალეი შენ ბებია ხარ ბებია კი ნავთი და ცეცხლი ხარ და ამოწყვეტა ხარ და ამოჟუჟვა ხარ და საქონელი ხარ სულთა ცხოველი ცხოველი არიკადრებს მაგას აი რაც მაგას
ცხოველიც არ გააკეთებს, აი რაც ახლა საჩანდაბიდან გამოვიდნენ ეს ხალხი მაგ TikTok-ში რაც ახდება. აღარავის აღარ ინდობენ, აღარ იმაშვებიან. ხა ყველა TikTok-ერი კი არა, მაგრამ აი გააჩნია ყველა რა ვიცი. თან მერე ზიან და 24 საათი ისა ფულებს ითხოვენ კიდე რა. წადი წაეთქია და იმუშავე თუ გინდა. თუ ფული გინდა. არა, ნუ ფულზე კი არა მაგ ლაპარაკი. ეგეც ფულებს ითხოვენ ეგენიც. ეგენიც ითხოვენ, ხო. ის ხალი გამოსაშო, ვინდა ჩაურიცხოს? იმნა აი მაგას როგორ უნდა ჩაურიცხო ფული? აი მაგ რა იხავს როგორ უნდა ჩაურიცხო ფული მართლა რა. სი იმითი რა ქვია, იგინებიან, ილანძღვებიან, ვაიმე. ყურო ნუ გაიგონო წუხელი უსმენდი, მე მეგონა ახლა მე თქვი. აი იქ რო ყოფილიყავი გეფიცები ჩემს ჯვილს და გეფიცები აი ყველას თუ არ გამეგლიჯა ის ხალი, ვერ გამომგლეჯავდა ადამიანი ხელი და. ვაიმე იქ რო ყოფილიყავი იმ ბავშვს ის რო ნახე იმ ბავშვს რო ურტყავდა ხო? გეფიცები იქ რო ყოფილიყავი იმ ხელებს მივამტყურებდი იმ კაცს. ვერ გამომგლიჯავდა ხელი და ადამიანი. ყველაფერს დავიწყე, ვერ გამომგლიჯავდა ხელიდან დედა. მართლა. აი იცი რა უნდა გითხრა? აი ჯერ იმ ბავშვის გულისთვის და მე აი იმ სიტყვების გულისთვის. ბილწიანის გულისთვის სულ სათითაოდ ვაცლიდი იყბილებს და ენას. აი ისეც გავხდიდი რომ TikTok-ში საერთოდ ვერ შეშუნავდა. რა არის შედალოცვილო ადამიანობა და კარგეს ამხარხო. ადამიანობა აღარც ხუცმა იცის. ახლა პატარა ხო აღარ არის, მხელა კალი. მხელა კალია, მხელა კალი ხარ. ნორმალურად ხო უნდა მოიქცე ბავშვის ეგ ცემა გაგია. მარტო ცემა კი რაღაცო. და ესეთი სიტყვები. ჰა. გეფიცები ადამიანობას შეგაძულებენ ისეთი ხალხია. უკვე შემძულდა გეფიცები უნდა გავაშორებ TikTok-ი უკვე მანერვიულებს. მაგრამ აი თან ის მინდა რა ქვია აი. მაინტერესებს რა სიგიჟეები ამთვის. თან ვითომ არ მინდა. აი გამასუნელეს და გამაგიჟეს აი. გავსულენდები ღამე ელემენტარული სიტუაცია საღამოზე. რომელი საათი იყო? 11:30 იყო რო დავწეკი. რა ვარ საფსქროლე ეს უპატრონო მაინდა ეს რა მოვა. ეს ამომიგდო, მე წუხელა მომიგდო. რო უყურ რამდენიმე ჯერ უყურე მეთქი ხوار გაკეთებული ხო არა ეთქო და რა გაკეთებული ხალხო. მე სამჯერ უყურე. ვაიმე. სამჯერავი აი ფიქრობდი ხო? აი იქ რო ყოფილიყავი დამეფიცება ჩემი ერთი შვილი თუ არ გამეგლიჯა ის. რაც მე გავიფიქრე არც ერთი არ ასწდეს. იმ ბავშვის ცოდვით, არც იმ ბავშვის დედას და არც იმ ბავშვის ბებიას. ბავშვის ცოდვით. რა კარგი ბავშვია ხო? საცოდავი, ვაიმე, საცოდავი უბედური ეს ბავშვი. საჭმელიც არ აჭამა ხალხო. აი თუ გაქვს ნანახი არ ვიცი. თუ გაქვთ ნანახი ხალხო. აი გუშინ შემხვდა ეგა. მომეშალა ნერვები, მომეშალა. აი თუ ჭკუიდან არ გადავიდოდი არ მეგონა რა. საჭმელიც არ აღიცა, ბოლომდე არ დამთავრებია ბავშვი. ორი კოზი დაღვარა, მეტი ხო რა კოზი ჩამოვა. ჯამი კი არა, კოზი ჩამოაგდებია გიორგი. და ის კოზი რაც ამოყვა ის ცემდა არ აჭამა. ჯამში ჩავარდა ის კოზი და ის ამოიღვარა საჭმელი. კი არ აჭამა. არ აჭამა. ხო. აღარ აჭამა. არა ხარ ღირსიო. ვაიმე, ის რა მათქმევია. თან ურტყავდა, სახეში ურტყავდა პირდაპირ და თან ამჯღრებდა. ვაიმე, აი გეფიცებით ხალხო, იქ რო ყოფილიყავი ხო? იმ კაცს ვერავინ ვერ გამომგლეჯდა ხელიდან. დაჟე, ის ბავშვის დედაც თუ მომყვებოდა, ემაგ სიტყვების გულისთვის რაც მაგანი ლაპარაკა, იმასაც ზედ დავაყოლოდი იმ დედამის. მივამტყურებდი იმ ხელებს და იმას რა ქვია, ჩანგებს. კიდე რო ხამას ვეღარ ამოყვა. იმითი და მე იმ სიტყვების სიტყვების გულისთვის კიდე. გულისთვის ხო ჩანგებს ამოყვა. და იმ ბავშვის დედასაც ზედ დავაყოლოდი იმ სიტყვების გულისთვის, რაც თავის იმაზე ითქვა რა ქვია. შვილს ეთქვა. გამართლა დედა. პირიქით შვილი დაეცვა, დედა გამართლა ხალხო. ის დედა კი არა. ეს დედა კი არა, ბნედა არის. ბნედა მართლა იმას. აი ეგეთ ოჯახებში რო იზრდებიან ეს ბიან ბავშვები, მომავალი მერე დიდობაში ესეთი მოძალადეები იმიტომ არიან და მკვლელები იმიტომ იზრდებიან. იმიტომ ხოცავენ ყოველდღე იმებს რა ქვია, ხალხს. თალო შენ დალოცვილო. მესმის რომ დადგე TikTok-ია თუ რაღაცა
შეიძლება გადაიღო, შეიძლება რაღაცა ლაივში შეგიძლია შეგვიდე, კი ბატონო. ეგეთი უმსგავს უკაცო. ჯერ რა სიტყვებით ვსამბობ და მერე და ლაივში რო კიდე იმას აშურები რა ქვია. ბავშვცემ. ხუნდა მოკლა სამ ადამიანმა იმ დროს. ლაივის დროს ხუნდა მიგას იყუდილოს ადამიანმა. მამა არ ყავს იბარხს. მამა კი არა ჯანდაბა ყავს, მე რა ვიცი. მე გადავიდე. მამაც მაგნაირი ეყოლებოდა. არ ვიცი ხალხო. მე გეფიცები, აი ოჭკუიდან ვიშლები. იბავშვი ცოდო თელეგრამი გული გამა. საცოდავი ის ბავშვი. აი მაგათ ხელში მართლა ცოდოა ის ბავშვი რა. ჯობია რომ ისე ბავშვთა სახში გაიზარდოს, უკეთესი ვიღაცა წაიყვანს იმ ბავშვს და გაზრდის. მართლა ადამიანად გაზრდის. არა, მესმის, ხო, შვილი შეიძლება გაუბრაზდე რაღაცა ელემენტარული უფლება, თქვა სიტყვაზე ავიღოთ მე წინააღმდეგი ვარ ეგეთი რაღაცეების. ბავშვს უნდა ქონდეს იმხელა ფსიქიკა, თუ ბავშვის ნერვები არ აგაქვს, შეეშვი. და იმას გაზდის ვიღაცა ხო ელემენტი. ჩააბარე იმაში შეგიძლია. ბავშვთა სახლები არსებობს. როზიხარ ამხნის ქალი. პატარა ხომ აღარა ხარ, შედალოცვილო 18-19 წლის ხო არა. რა სიტყვებით ილამძღვებოდა, ვაიმე. ბავშვი რომ არ ვიცი ხალხო შეიძლება ვიღაცა ეტყობა ვიღაცა უწევდა რაღაცას. ხო. და ალბათ იმასაც ეუნებოდა. ხო, შენ ასეთო და შენ ისეთო. უწევდა კი არა. იქვე რო ყოფილიყო, აი გეფიცები თუ ჭკვინა. დაწერეთ ჯერ ეგეთი მე არა ვარ დიდად წერის მოყვარული და სულ მომიშალო ნერვები დაწერა კი არა. აი იმ მომენტში მაგ ადამიანების ყურებას ხო გადამოვიღო და კარგად უნდა წვეტაო და მეთქი აი ის. აი სადა იმაგიდაზე ვარტყმევები თავს გეფიცები აი სადაც იჯდა. დავამხობდი ყველაფერს თავზე. აი გეფიცებით დავამხობ. ვერავინ ვერ გამომგლეჯდა ხელიდან. რა არის შედალოცვილო რა? ამხნის კალი. შენ შვილს რაღა უნდა უთხრა იმ ტრავმატოლოგი გიურში ისე ვაყვანინებდი რომ ერთი ძვალი არ ეკნებოდა იმ კაცს მთელი. აი გეფიცებით ერთი ძვალი არ ეკნებოდა მთელი. სულ თავში ურტყამდი მე. სულ ცხვიპირში კბილებში ცხვიპირში პირდა. დავარტყამდი იენას მოაწეწკებდი კარგად რო ეღარა მოეღო ხმა. ძილიანად ღმერთო არ ვიცი დედა პუი დედა ბოდიში ამ სიტყვაზე მაგრამ პუ მართლა აი მაგნაირებს მართლა პუცაც არ იმსახურებენ დედა სადიდან გამოვიდნენ დიან ესეთი ხალხი გამაგებინეთ ხალხი ხარ სად იყვნენ აქამდე საჯანდაბაში იყვნენ აღარ შემხვედრია რამდენი ხანი და მე ამას წინათ შემხვდა ერთი აი მაგარ სიცხები რო იყო ხო აი ივნისში ეგ ქალი შემხვდა ისეთი ბილწითენი ვაიმე მის მერე აღარ შემხვედრი ახლა კიდე შემხვდა ახლა კიდე ამომიგდო ლაივი ამომიგდო ლაივი იყო ხო ლაივი ამომიგდო ლაივში წემდა და მე კიდე ის არის რა ქვია ვიდეოები შემხვდა წერან კიდე ვიდეოები შემხვდა ამონარიდი იყო ვიღაცას ჩაუწერია ის ვიდეო და გაურცელებია რომ ხალხმა ნახოს და დაეხმაროს ამ ბავშვს და ბიჭს უნახია ერთი ბიჭია ტიკტოკერია ისიც იმას მან ნახა ემანახა და პოლიციაში დარეკა ტელევიზიაზეითაც კი იყო ხო იმედზე და რუსთავიორზე არა სხვა არხების ხებზე ტელევიზიამდეც კი მივიდა ეს საქმე ხალხო ერთი ქალი წერდა რომ 2 წლის არ არისო 1 წლის ივლისში გახდაო მეზობელი ალბათ ვაიმე უბედური ეგ ბავშვი მაგას ხელში აქამდე როგორ მოიყვანეს 1 წლამდე კაცო ალბათ მოკლავდნენ იმ ბავშვს პოთრით ალბათ აღჩოვდნენ იმის რაც ეჭვდნენ საჭმელს გეფიცები ხო რომ იხოცავდნენ ალბათ კლავდნენ ალბათ რანაირი დედა ეგეთ კაცს ბავშვი როგორ უნდა დაუტოვო აი დაუტოვო კი არა მაგნაირად აი ღმერთო დალოცვილო არ უნდა ვიძახოდე მაგნაირი ადამიანს აი ხალხო დამემოწმეთ თუ მართლა ეგეთ ადამიანს ან შვილი და ან შვილი რა თქმა უნდა
ვისაც მართლა ნორმალურია ვისაც მართლა უნდა. ვისაც მართლა უნდა იმას არ აყავს შვილი და არ ღმერთო მაპატიე, მაგრამ აი ეგეთ ოჯახში დაბადება სულ რო არ დაიბადოს ის ბავშვი ისევე ჯობია. ბავშვი ნებისმიერი გინდა რაც ვინც გინდა იყოს. ჯერ როგორ კისკისებდა და მე იმას ქნა რა ქვია. ტილში გადაუვარდა, დედამის ვაგონიას უწიწო გლეჯით წაიყვანა იქიცა. მე დედამ მოვიდა. რა ხდებაო რო იძახოდა. მე ის დედაც მოვიდა ლაივში და რა არისო, რას მასაშევითო ლანძღავთ დედაჩემსო. მართალია დედაჩემიო. იმ დაღვარა ისაო, საჭმელიო, დაბარა გაიკეთემინაო. მართალია უფლება ბებია და სცემსო რა უშავსო. მე რა. ნეტა მაგასაც არ დაიჭერენა, კარგი იქნება. რომ იმ ჩააყუდოს იქა. და იმ ციხეში რო შევა, ხო? ციხეში უნდა შეიყვანე. იმ ციხეში მყოფება, პატიმრემა, კარგად უნდა მიჯეშო. და მე იქნება კარგი. და გაუშვა ტრავმატოლოგიაში. კარგად უნდა მიჯეშონ გემრიელად. ღმერთო არ ვიცი. ტრავმატოლოგთან გაუშვებდი გიფცები მე კბილები სათაო კბილებს ჩამოვიდა. ტრავმატოლოგიც ვერ აწევდა. მოაგლეჯდი იქაც. ტრავმატოლოგიც ვერ იწელებს აწევდა. დავამტვრევდი ძირში. ვინმე დაკრავდი. ხელებს მივამტვრევდი. საერთოდ სათითაო ძვალს მივამტვრევდი საერთოდ. არა, რომელი ხელითაც დაარტყა. იმნაირ ხელს შაუტეთ ყავდით კარგად და იბილწიენის გულისთვის როკაბილებში წავიდო და ასე. იცი დიდი დავბეგვავდი იცი. იმითი რა ქვია. სანაყის რო დიდი სანაყი ქვები რო ხო იცი დიდი ისინი რო რაყავენ ხოლმე. აი მაგით ჩაჩეჩქავდი პირდაპირ. ჩაჩეჩქო მაგითი კი. და კაბილებში ჩაცხდი. კბილებში ჩაცხდი კი. ხელს კი არა. პირდაპირ კოზი რაც დიდი კოზი იყო და კბილებში უთხე დავაწყებიოდი. ჩაკუჩის წავა. ჩაკუჩი უკეთესი იქნება, კოზი არ დაამტვრევს კბილებს. ჯოილის კარგად დაამტვრევს, დიდი კოზი რომ. მაგალითად ჩვენი ურო, რკინის ურო პირდაპირ. დაიცა, იცი რა მიარტყა. აი ეს დიდი კოზები როა პირდაპირ სულისინო. მაგარი კოზები რო არის, ხო? კბილებში უნდა ურახუნო. ენა უნდა მოაწეწყო ერთი რო ხმა ვერ ამოიღოს. ენა უნდა ამოაგლიჯო პლოსკოთი. პტყელტუჩათი. ამ გაზში უნდა მოაყოლო პირდაპირ. გაზი როა ისინი რაღაცნაირი. ნაში უნდა მოაყოლო პირდაპირ. რა შემოვდიოდი აქ რაცო რა არის და მათი ამე შალა ნერვები მაკაშლილი. რა მქონდა რა. ნერვები მაკაშლილი ხალხ. რა გავაკეთო ნერვები მაკაშლილი. ეხანაც შემხვდა მაინც და მაინც TikTok-ში კაცო. რა გავრცელდა ასე ნორმალური ვიდეო კი არ გავრცელდება ასე. მე არ ვიცი. აი ღმერთს ვთხოვ რომ გამოასწოროს ყველა. მართლა სატანაა გავრცელებული რა. მართლა. აი სატანა. ეგეთებს ღმერთიც ვეღარაშველის უგედედა. სატანა მეფობს მაგათ ტვინებში და გონებაში. ვაიმე დედა ვაიმე. გეფცებ გიორგის აი ამდენი წლისა ვარ ხო? ხო და იმაგნაი რამე არ მინახია გეფცებ. ისეთი უნდა თქეფო, ისეთი უნდა თქეფო და ისეთი სიტყვებით იგინებია. ვინა? დავხედე მე რა ვიცი. რა დალაპარაკობს ვინა? ბებეშენი. ვინა იგი? მე რა ვიცი. ჰა? მე რა ვიცი. ბებეშენი არ არის? არა. ხო? ამ დალაპარაკობენ ეთქობა გვერდზე. იქით. გაიხედე ვინა? რა ვინ არ არის ჩვენთან? აი გაიხედე გარეთ, ეთქობა იქ არის ბებიაში. ჰა? იქით ხო არ არის ბებაში. ბებეშენი სხვა. იქ არის ლაპარაკი ხოლმე. აი კასე ლაპარაკია. დედაშენი, დედაჩემი. ალბათ. არ ვიცი ახლა ხოლმე რა. გიფიცებ გიორგის გავსულედები მე ჭუიდან გადავალ რა.
ამნაირიც აღარაფერს. სულ კბილებს ჩამოუღებდისად თავ დეინას სულ დავაძიძგები. ისე გემრიელად ძიშ. ისე ურტყავდი, რომ ვაიმე დედას ვაძახები ნებდის სულ. დასულე და გაგიჟდა გადაირევნენ ეს ხალხი თუ რა მოხდა და რა ჭკუაზიანიან მიჭიმამდე ერთად მესმის გერს თუ რაღაცას გააკეთო მაგრამ ასე უმსკავსო კაცო იცეკვა შეუპატრონო ისევე იცეკვა ჯობია ისევე ქველაძე ჯობია ქველაძეა თუ რა ქვია აი კეთი ეგიდუნაშვილი იცეკოს მაინც უძდელ სიტყვას მაინც არ ამბობს ეგ არ ამბობს უძდელებს თუ ამბობს როგორა არ ამბობს ისე როგორც ხვები არიან კიდე იქ რო არის იტალიაში რაღაცა არის წითელწვიანი რო არის ის ეხლა წითელი აქვს თმა ვაიმე გავწონებდები ხო აი კაცი რა თვითონს იმ დღეს შემოვიდა ლაივში იკაცი არ ესმის მე იმას არ ესმის ქართული და რას გაიგებს იმასაც მე მგონი იმასაც თუდად ექცევა იკაც იმ დღეს ლაივში იყო რა ვიცი მან მე იყო რომ ძველი ლაივი იყო თუ ახალი რა ვიცი ზურგზე მოიკიდა და გაიყვანა იქით რა ვიცი ეგ იყო თუ ის გვინ გაიყვანა რა ვიცი ნორმალურ ადამიანს აღარ აი გეფიცები გიორგის აი ნორმალურ რაღაცას რო დაჭდები და დადებ ან რაღაცას გეფიცებ თუ კონდეს ნახო აი იმ მსგავსო რაღაცებს აქ ნახო ლანძღვას თათხას უაზროგინებას ხო ის ერთ-ერთმა მოგწერა აბა თუ გახსოვსო მაღაზიებში რო პოსტჭრიდნენ როგორ არ მახსოვს რა დაჭრიდნენ ხიდი ესე ჭრიდნენ ნაჭრებად და თუ გინდა გეყიდა რა აი ისე იყიდი დაჭრის ხო რო იყიდი ალბათ დააჭრევინებდი ხო მახსოვს კი ეგ მახსოვს ჩემო თბილო ადამიანი მახსოვს ბევრი რამე მახსოვს იცი ძველი დროდან აი ის დრო გიორგი კი შეიძლება არ იყო არც TikTok-ი არც ელემენტარული დედა შეიძლება გაჭირვება იყო მაგრამ ესეთი ისინი აღარ აი და ისინი რა ქვია მსგავსობა არ იყო უნორმალური ხალხი არისო ხო ერთმანეთს მუშტად შეკრული იყო მუშტ ჩავიქუიე პლასტინკასავი აი ისა ერთად იყვნენ ბევრი რამე იყო შეიძლება გაჭირვება იყო მაგრამ ის გაჭირვება ერთად ილახებოდა და ახლა გაჭირვება კი არა გაჭირვებაზე გაჭირვება არის უმსგავსო მარტო ტვინებში აქვს გაჭირვება თორე ისე ხო აღარ არის ისა რა ქვია ის რა ქვია გაჭირვება ისე აღარ დავეძებთ ელემენტარულ რამენაირად გაუძღვებით გავიტანთ მაგრამ ტვინებში არ უჭიდეთ ამ ხალხს ეს ხო აი რამენამე ტანათ ეგ მინდა რომ ტვინებში არ უჭიდეს ხო მაგრამ ძალიან უჭირს ზოგს ზოგიერთი ძალიან უჭირს ტვინში და როდენდე უნდა უჭირდეს რა ვიცი მე ნეტა ტვინის მაინც რამე არსებობდეს ამ ყובავი დაალევინო რომ აზრზე მოვიდნენ ბიობილი გონება რომ გავიწყდება იმ მე ბიობილიც აღარაშველის ეგ გონებას რო კარგავ და იმას რო კარგავ მეხსიერებას მაშინ მაგრამ მათ ტვინებს რავს უშველი მაგრამ ტვინი არ აქვს და რა სიზამ რა უტვინო ხალხია რა ვიცი მე არ ვიცი ხალხნო რა არ ვიცი ვეღარ გავიგე უკვე რა თქვა და რა ვილაპარაკო და როგორ გადმოცეს ჩემი ბრაზი ხო და მე ეგეთი ისინი რა ქვია ამხელა მოხუცები ჩვენ ახალგაზრდები დაგვიწყებენ მორალის კითხვას ხოლმე მე და თვითონ აქვს სასწავლი ბერს სასწავლი აქვს თვითონ ბევრ მოხუც თვითონ აქვს სასწავლი და აქეთ გვასწავლიან ახლა მაგალითად იმ ქალს ნამდვილად იგივე რაღაცა არ შეფიქს პირიქით ახალგაზრდას მაგან უნდა აუხსნას რომ ეგრე არ შეიძლება რას აკეთებ და მაგრამ თვითონ იქცევა
ეგეთი სიტყვები არ შეიძლება ახალგაზრდამ რო გააკეთოს, მაგრამ არ თვითონ რო იქცევიან. მე რა ვიცი. რა თქვა და რა ვილაპარაკო, აღარ ვიცი ხალხო უკვე. ზღვარს გადავიდნენ უკვე რა, ძალიან ზღვარს გადავიდნენ. ალბათ რო გამოვლე წყობიდან ვერ მოზომა იმ კალმა წყობიდან რო გამოვიდა თუ რა გააკეთა ვერ გავიგე. წამში აფეთქდა, უცბად აფეთქდა იქ. შეიძლება შემოაკვდეს ის ბავშვი. ცემაში რას გაიგებ? არა, ციხიდან არ გამოვიდეს. მოკლავს იმ ბავშვი. თუ გამისცეს, რა ვიცი, ეგ არის საქმე. თუ გამოატანეს. სოციალური სამსახურიც მისულა ახლაც. თუ გამოატანეს ბავშვი რა ვიცი. ტელევიზორი გამორჩე. კი. სოციალური კი არაფერი არ ვიცი. არ ვიცი. მე რა უნდა თქვა და რა უნდა ილაპარაკო ადამიანებთან. რა ჭკუაზე უნდა იყო მე არ ვიცი. იცი რა არის? კანონი არ არის მკაცრი ქვეყანაში თორე კანონი რო ცოტა ისეთი იყოს რა ქვია, რო იმას აქნას. აი მართლა რამე ღირდეს. აღარ მოუნდებათ დაშავება. კანონი არ არის მკაცრი. არ ვიცი ეგ რამდენად მართალია კიდე თბილისის ცენტრში ბიჭი დანით დაჭრეს. დაჭრეს კი არა მოუკლეს უფრო სწორად. რა ხდება და რა ვითარება არ ვიცი. მე გეუბნები. ცოდვისაკვანი გახდა საქართველოს მოკლედ რა. მე გეუბნებით. სატანა მეფობს. რაც ნაწინასწარმეტყველებია, ხო? ამჯერად ხო ვიცახი, რაც ნაწინასწარმეტყველებია, სრულდება ყველაფერი. ყველაფერი სრულდება. ეს გოგამანიას რომ უსმენს, უთლად გადაგრევს. სად იყო გოგამანია და ლელაკაკულია, ვანგას რო აქ ნაწინასწარმეტყველები, რაც ახლა ხდება სოფლიოში. ის რო იყო? ბრმა იყო და ის ხილვები იმას აქნა რა ქვია, გამოულინდა. სერიალიც არის მაგაზე გადაღებული. იძინებდა ხილვები ქონდა. ხო, რო იძინებდა ხილვები ქონდა. მე რა ყველაფერი მართლდება? ყველაფერი მართლდება, მაგას ვიძახი. ნეტა არ მართლდებოდეს. სადამ ტკივა დაინახე. ისე გაგიზიანებული გაკეთებისკენ. გეფხანება და მოგძრება ისა აქ მომწვა. როგორ ამ ტკივა იცი? არაფერზე გადავიდა. იმას აშვები რა ქვია. მაგან დაგიძვა ეთყო ოფლება. აი ეს არის. მეწვის ახლა ისე ტკივა. შიგნიდან ამ ტკივა არაფერი გამიჩნდეს. რა ქენთაბა? რა გის კურცხი მოუხარჩი და ფიჭა. ამოიტანე ღარავე შენა. არა, გავიარე თელი ის რა ქვია, მოსელი. იქითაც არა, მეც ახლა ვიყავი. ვაჭამე ყველა საჭმელი წვეჭამი და მე დავამწყდება თქვა და მე რა ვიცი. ჯეროთია. ცენტრში მოვიდი, კას ვენაპარაკებოდი ჩვენს. ძალიან ახლა მე რო შემოვიდგული მე და ხუთულია. ხო.
აი ეს რო იღებოდეს ეს ფანჯარა კარგი ცეტკა რომ მქონდით გაუკეთებდი გავხსნიდი აი ეს დავატები გულან გამოვჩდები ერთი იქნება მან ჩამხარ დაინახე რა მტკივა მტკივა ქორქემიში სკიშინია გაწულა ლაკები აქ რაღაცები თვითონ ის გიადა თვითონ იმას გაუჩნდა ლაკები აქვს სარკეს არ და კარგი სარგეა ეს კარგათა ჩანს აქ კარგათა ჩვენ დიდია წერბები აქ ხალხო მასაღები და ვეღარ მივედი წერია გიორგის გასაპარსზე ვეხო წერდარი პარსავს მე არ ვიცი ხალხო რა მდგომარეობა რა ვითარება რა მოქმედება რა ვითარება რა ვიცი ჩვენი აი ის ხალი მართლა უნდა გაიგდო ფეხები ქოში რა გეფცე ხო ხალი ვარ და იქ რო ყოფილიყავი ერთ ვერავინ ვერ გამომგვადაჭდა ხელიდან დავაკლავდი რა შვილზადზე დავაყოლებდი კიდე ჯერ იმ ბავშვის გულისთვის და მე იმ სიტყვების გულისთვის რა სიტყვებსაც ეგიძახის ეფცებს შეგაზიზღებენ ადამიანობას. კაცებიც უწერენ, რა ჯანდაბა დაგეტაკათ ამ ხელა ქალებსო. ჩვენ აღარ ვიგინებთ კაცებიო, წყევლაზე გადავედითო და თქვენ აღარ ჯანდაბა და ერთმა კაცმა დაუწერო რომელიღაცა კაცს. კუბო დაგიდგი ადრე და მალე რა ჯანდაბა და კარას იგინებიო. მართლა ბარას იგინებია კაცო. ალბათ ეგენი იქაც რწავლენ იქაც გინებას დაიწყებენ ალბათ იქიდანაც გამოვაგდებენ მაგნაი ხალხი არ უნდათ იქიდანაც გამოვაგდებენ მაგას ვიძახი იქიდანაც გამოვაგდებენ ბილწი ენია ჭიშკარში არ შეუშვებენ კარებში არ შეუშვებენ საერთოდ ხიცები არიან მე მგონი ისე იზავენ ჯოჯოხეთში არ შეუშვებენ მაგათ დარჩებიან ისე აი მაგნაირ ადამიანს უნდა გააცხელო ცხელი შამპური და ენაზე უნდა დაადო აი პირდა ენაზე სუშიშხინი უნდა დააწყებიო აი ეგეთ ბილწი ენას რო იტყვის კალი აი პირდა ხალხო შეიძლება თქვან ვერ არის ეკალი მოტორზეო მაგრამ დეფიცები თუ ეგრე არ უნდა გააკეთო რა პირდა აი ცხელი რა აი ისეთი გამწარებული ვარ უკვე ხალხო უნდა გააცხელო გაზზე გააწითლო ისე რომ წითელი იყოს იცი რა უნდა კოვზი უნდა გააცხელო კარგი დიდი კოვზი გამოაყოფინო ენა და ის კოვზი უნდა დაადო ზედ სვაშიშხინოს აი და მეორედ რო არ მოუვიდეს ეგეთი სიტყვა ხო აზრად და ის ხელები რომელი ხელითაც იმ ბავშვს დაარტყა იმ კაცმა ძირში უნდა მოტყდეს ძირში სათითაოდ ლაწალოც უნდა დაეწყოს იმ ხელს აი რა ვარია მე გამწარება იმერი უნდა დაადებინო ხელები მაგიტაზე და ურო უნდა ურტყა გებიცები ურო უნდა ურტყა ეგ უნდა გააკეთო სხვა აი მე აი მე როგორია ის არა ქვია სიწარე და ცემა როგორია ნახავს ეგ უნდა გააკეთო სხვა არაფერი ხარო აი ჯანდაბას ხო ცემა ხო სიტყვაზე აღო ჯანდაბას საჭმელი რო არა ჭამა ხალო და შიერი ბავშვი გაუხსო აღარ ვიცით ბავშვებს როგორ ავქნათ ის ჭამე ეს ჭამე მე რა ვიცი მე რო ძიძა ღმერთმა იცის ლაივი რო გამორთეს რას უზავდნენ იმ ბავშვს ორივე დედა დამპალი ის არა უნდა გითხრა დამპალის დაგდებული მე რა ვიცი შინჯინი მე რო ძიძა ვიყავი ორი ბავშვი მებარა ხო ჯერ შინაური იყო და ჩემი სისხლი დახურცი იყო ნინი ქვეყანას ისე მიყვარს რომ სიგიჟემდე რა ვიცი მე გინდა ის ბავშვი მეორე ბავშვ რა უღალატებდი რამეს სულზე ვიყავი ოღო ეჭამათ რაღაცა დოლგარმონით დავდი ის კონცერტი გონდა სახში გეფიცები კონცერტი ოღონ ეჭამათ რამე მარტო შენ მე ძიდა ვიყავი იმისი რა ქვია ბალდების ხო დავდიოდი წინა მე ბავშვების დიჯეი ვიყავი უბრალოდ შენ ძიდა იყავი და მე დიჯეი ვიყავი ხარას ჩაურთავდით ოღონ ეჭამა ხარას ჩაურთავდით ხარას ჩაურთავდით დენიერო არ გაიჩებოდა ის არის რა ქვია
ფრონტი იყო მე ფრონტი. დივიდა როტარი მე ლამის მივცეგვავდი. ხო და ელემენტარული სიტუაცია იყო. იმ ბავშვი რაღაცა ცუდად სიცხე მისცა. წამში დაურეკე დედამის. დედამის დაურეკე. მოყვანილი არ იყო, მე ვთხარი, არ იქა მიშველეთ მეთქი ბავშვი ცუდად არის. რაღაცა იმას აქნა რა ქვია, რაღაცა დაემართა, უაერობა თუ რაღაცა დაემართა. ხო, იცი. აი მე კინომ გადავირი ახლა, ნუ მე ესეთი რაღაცა არ მინახავს. სუჭკუიდან ხელიდან არ გამიშვია სანამ დედამისი არ მოვიდა. ასე მყავდა გულში ხო, ჩახუტებული. რაღაცა დაემართა, უაერობა თუ რაღაცა დაემართა. სიცხისგან. ხო. მე გადავიკი, რა შევშალე ჭუიდან. თუ ჭუიდან არ გადავირეოდი აღარ მეკონა. კრუპივით რაღაცა დაემართა და თითქოს ცრუ კრუპიო თუ რაღაცნაირ. უი მე თითქოს იგუდება ბავშვი რაღაცნაირად ბავშვი და დედამის დაურეკეთ. რასამო ხალო? რასამო ბავშვი როცა გავარია? ნებისმიერი ბავშვი, ვინც გინდა იყოს გიორგი ის ხო ბავშვია. ის ხო ანგელოზია. არც ადამიანი ზოგმა ბავშვი კი არა საერთოდ არავინ არ იცის. ვაიმე რა ვიცი მე. ხალხნო, აი გეფიცები არ ვიცი რა. ისე ყოთნიდი ერთსაც მეორესაც ხო? დეჩემ მეუნება შეჭამე ბავშვები დაანებეთ. ისევე ფერებოდი და აი ეგეთ რაღაცას რო ხედა ხო? შეიძლება ხელში რომ მომყოს გავგლიჯო. გეფიცებით თუ არ გავგლიჯო? აი დამეფიცება ჩემი ერთი შვილი, გიორგი, არ მყავს აი ხათთან დავიფიცებ, არ მყავს ნაცემი. ერთხელ რაღაცაზე გამობრაზდა და იმაზე ტრაკზე მოვცხე ერთი ესე წამოულაკოცო. თორე არ მახსოვს, აი მარტო ეგ ერთხელ შეიძლება რაღაცაზე არ მახსოვს. არ უნდა ბავშვს ცემა, ტყეპა, გლეჯვა უნდა აუხსნა იმ ბავშვს. არა, ბებო, ეს არ შეიძლება. აუცილებელია უნდა. ხო, რა გამახსენდა ახლა, სანამ დავამთავრებთ. დათარდება ვიდეო. ის მინდოდა ის გქონდა ერთი კითხვა იყო. კითხვა კი არა ის იყო რა ქვია, დაწერილი. რას ფიქრობთ იმაზეო, რომ ბავშვები რომ მანქანაზეც ხდებიანო, მანქანებზე რომ სვავენო. არც მე გარმო. მაგრამ მაგას მე არ ვემხრობი. ზოგადად 18 წლის კი არა, 30 წლამდე არ უნდა დაჯდე მანქანაზე. არ არის საჭირო. არ უნდა დაჯდე რა არა. არ უნდა იმას ქნა. და ზოგადად ბავშვებს რო კარტაში ჩაისვამენ და წინ არიან რულთან, ნამდვილად არ მივესალმ და არ მივესალმები. ახლა იმ დღეს მაშინ რომ იმ დღეს რო გაიარა ვიღაცამ და მშობელი მამა გვერდით დიდყავდა. ბავშვი რო ყავდა. ასე იყო აი. მიწეული ხო ქონდა სკამი ბავშვს. მიწეული ქონდა სკამი. ასე იყურებოდა ზემოთ, ასე. იქაჩებოდა ბავშვი. თან ის ხო პატარაა და იმებსაც ვერ წდება ალბათ რა ქვია. რა ქვია იმას, პედლები რო აქვს. უნდა ასე იყურებოდა, შუჩასაც კი ვერ წდებოდა. და როგორ შეიძლება მაგის იმაზე დასვა რა ქვია. შეიძლება სულ ნორმალურად წახვიდე. რა იცი, წობრიდან ვიღაცის მანქანა გამოვიდეს ან რაღაცა მოგონდა. გიჟივით შემოვარდებიან ხოლმე მოხალსახოვებში ვერ უყურებ რანაირად იმას აშვებიან ხოლმე მოსახოვებში და რა ვიცი ჩვენი აზრი ეს არის თან მით უმეტეს ეს ზემოთ რომ მიდიხართ მივდივართ ისეთი ცუდი მცდარი შემოსახვევია მცდარი მოსახვევია რაღაცნაირად ცენტრიდან აკეთ ისეთი ცუდი სუზევით ზემოთ ლელას იმაზე ქუჩაზე ხო ტრასა ისეთი ცუდი შემოსახვევია ცენტრიდან რო აკეთ უნდა გადმოვიდეთ უკვე აგეთ რომ უნდა ჩამოვიდეთ ისეთი ცუდი მოსახვევია ხალხო რომ რა ვიცი აი თქვათ იქ ვიღაცა რომ შემოვარდებს უცბად და ბავშვის ის მანქანაზე და ვერ შეიკავოს თავი რაც ვერ ხედავ ხო რას იმას იზავს რომ ვერ მიწვდეს იმ ბავშვს რომ აერიოს უცბად ის ბავშვი რომ ვერ მიწვდეს და აერიოს ის არა ქვია მუხრუჭი გასთან და მიაწვეს იმ გასს ხო უნდა დაეჯახოს არა თან ვერ ხედავ რომ მიდიხარ მანქანა იქიდან მოდის თუ არა არა რა ვიცი ჩვენი აზრი ეს არის ხანდახან ისე გიჟივით შემოვარდებიან ხოლმე ჩვენ რომ მივდივართ ხოლმე მაგ მხარეს არავინ აგვაკაბოდოს თუ იქით გადავდივართ რა ქვია ემას ვეყუდებით ღობეს თან მანდ გაჩერებაც არის სხვათა შორის მაგ ეგ გაჩერებები მე არ მიყვარს
სხვათა შორის მათ გაჩერებაზე რომელიც გამორჩეჭდებოდი ხარ სამჯდებოდი იგი დეიდა დავისვენოთ დავისვენოთ ბახში ო მეც რამდენჯერ ამოსულა მე გამახსენდება ბოდა ხოლმე აი როცა წავიდანი აი რო ავი კაცო აქ რაზე ვისვენებდი მეთქი უცბად რო ვიღაცა მოსულიყო და შემოგასხდეს უცბად სტარი მოსაყვევე მithumetes მარტო იქა მე აი გიგიას პავროც რო იძახია ვადრადეკევო მანდრა ის არის რანაირი ის არის ერთხელ ეზოს შეუვარდა ვიღაცას მანქანა მათ ერთხელ კი არ რამდენჯერ მათ ბერჯერ მომხდარა და არ შეიძლება მე ავარიები ხდება ეს ისინი რა ქვია თავში რო უკრით სხვათა შორის ჩემი ტოლებიც რო ხდებიან თავში უკრით ბევრს ალბათ მეც რო დავჭიდე ეგრე ვიზავ ალბათ რა ვიცი მე ალბათ ეგეთი ის არის ასაკი ხო რო ხდებიან თავში უკრით მე ამ ტრეილერებზე როც ზეცდილობენ გასწრებას და იზილებიან ერთმანეთში ავარია ხდება და იზილებიან ერთმანეთში ალბათ Facebook-ზე შევხვდებოდეთ ახლა დედაშვილი რო ჯერ შვილი მართავდა მანქანას დილას მანანამაც ხო თქვა შვილი მართავდა მანქანას და შვილი იქვე გარდაიცვალა ავარია მოხდა შვილი იქვე გარდაიცვალა და მე დედა გარდაიცვალა მანქანაში აი ზილა მანქანა ერთმანეთზე მე მგონი ტრეილერს თუ რაღაცას დაეჯახნენ ისე ეს დალოცული ტრეილერი სხვა გზებია რა ისე იცი რა არის მარტო პატარა მანქანის მწყოთ მე ვერ დავაბრალებ მაგას იმიტომ რომ ტრეილერებიც ძალიან ის დადიან რა ქვია იმხელა ტრეილერი აქვს მიბმული ზოგს 4 აქვს მიბმული და რანაირად დაკრის მე რომ მაღაზიიდან მოვდივარ და დიდი სატვირთო მანქანა შემხვდება იქ იმაზე გადავდივარ რა ქვია ძალიან ნაპირზე გადავდივარ რომ არ გადამიაროს ისე მოყავთ ხოლმე ზოგს თან მithumetes მის მერე რაც მე დავემართა ძველ გამოწერებს კი გეცოდინებათ რა უბრალოდ ძალიან არასასიამოვნოა ნამდვილად რომ ბავშვები საჭესთან რომ არის სხვათა შორის მე მანქანამ სამსახურიდან მოვდიოდით ერთხელ მე და დედა ჩემი და მანქანა მუხზეს გამკრა ძალიან არ გამკრა უბრალოდ იმას აქნა რა ქვია დამეჯახა თორე ძალიან არაფერი არ მომხდარა იქ მაგრამ ან ისე რაც სუდად მოიცა სხვათა შორის ის მძღოლი გააჩერე იქნება და გადაუარე ზედა რა გააჩერე გადმოდი რამე ხო არ გიჭირს იკითხე არა გაიქცა გავარდა რა ვიცი ყველას თავისი აზრი აქვს ყველას თავისი საქმე რა არ შეიძლება ნამდვილად და ნამიტანი ბევრი მანქანაა და მე მაგალითად 27 წლის ვხდები და საერთოდ ინტერნეტი რა შუაში იყო ინტერესი არ მაქვს რომ მანქანის წარება ვისწავლო საერთოდ არა როგორ უნდა იცოდე გიორგი არ უნდა იცოდე მაგრამ ელემენტარული წესიერთ უნდა იგიარო წესიერთ რო იარო დედა სხვა არ დადის ეგერ რა შუაში წესიერთ შენი არის მაგრამ სხვა რო გამოგიხდეს უცბად და მაგ დროს უკვე ის რა ქვია რომ ავარიული სიტუაცია რო შეიქმნება ვეღარ ასწრებ უკვე იმას რა ქვია რომელია ტორმუზი და რომელია გაზი ვეღარ ხვდები მე ბანკეტებზე რამდენი ავარია ხდება ხოლმე ბოლო ზარზე აი გავიგუტე რა აღარ უნდა პარაგო მე ქორწილებში იციან ხოლმე სტრაფაციარული კიდე ამიტომ მანქანა შორის გონკაობა ხო დრიფტაობა
ბზუა თუ რა და ბზუა არაფერი არა ჩანდა ბზუი რა ჩანდება არის შემოსული მართლა რაღაცა არის სხვა რაღა ვთქვათ რაღა ვისაუბროთ რაღა ვილაპარაკოთ რა ვიცი რაღაცა ხდება მსგავსობა და მსგავსობა აი მე გიორგი მოკვდი სიცხეთ როგორ ცუდად ამხდი სიცხე ხალხო ეს სიცხე ძალიან მანადგურებს რა მიჩვენია სიგრილე იყოს და გარეთ ვიჯდე სიგრილეში ვიდრე სიცხეში ეს ვენტილატორი იცი რა არის მე ისინი რომ დაიდება ხოლმე ავარიის ამ ვიდეო რაღაცა ხალხმა იმის მაგივრად რომ ემასაკნას წუხარება გამოთქვას და რაღაცა გააკეთოს პირიქით იმათ ლანჩხაზე გადადიან არ უნდა ავარია რომ მოიხდინოს, მაგრამ რო ხდება. და გავიგოთ. ბალიშიც ის ნიაობა. რამდენზე ვართ? ცოტა ხანი დამორჩეთ. რა ვიცი რა გითხრათ ხალხო. უმსგავსი თავში აქვს ხალხს. ცუდი რაღაცები ხდება და ნებისმიერ რაღაცაზე მართლა არ ვიცი რა. ამ TikTok-მა სულ გადამრიათლა კიდევ უარესად. ასე მგონია ხალხო. სიკვდილი ისე მოვა. ცოტა ხანში დრო მოვა ისე რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდება რა. კი. რეაქცია ნული. აი თქვენ დაიმახსოვრეთ ხალხო რომ ეს ხალხი ისე არის უკვე გაგიჟებული რომ გამარჯვებასაც ვეღარავის ეტყვი ისეთი დრო მოვა. დაიმახსოვრეთ ხალხო თქვენ ისეთი დრო მოვა. გამარჯვებასაც ვეღარავის ეტყვი. არა თუ გამარჯვებას კი არა თუ ქუჩაში შეიძლება ღამე ვეღარც გახვიდე. ვეღარც გახვიდე ხო? დღის თუ გახვედი ისიც მადლობელი უნდა იყო. აჰა დღისით მზისით იმაში რა ქვია. ქალაქის ცენტრში ვიღაცა ძაბით მიეპარნენ და ზურგში ჩაარტყეს დანა. შვიდობა გვაქვს ხალხო მაგარი რაცა ქვეყანაში. ის არის რა ქვია. რა უნდა გითხრათ რაღაცა მიტყვით. ელემენტარული სიტუაცია ვიყოთ ხო გამარჯვებას კი არა. ელემენტარული აი სახში აღარავის აღარ შემოუშვებთ ცოტა ხანს. ხალხო სახშიც აღარავის იქნება შემოსაშვები ხო? და მით უმეტეს მაგნაირი ვილწი ქალები. კაცები არ იგინებიან ასე რაც მე ხო გეუბნები იმ კაცი TikTok-ები მინახია და მინახავს ლაივებში და კაცები, მაგრამ ბინძურ სიტყვებს არ იძახიან. ხო გეუბნები ეს ქალს დაუწერა ვიღაცა მოხუც ქალს. ბებერი კალი არის, ბებიის ტოლი კალი არის. ახლა აღარ შემხვედრია რამდენი ხანი. კაცმა დაუწერა. რა ჯანდაბა შენ დაგიდგე კუბო ადრე და მალეო. რა ჯანდაბა დაგემართათ. ამ იმათო რა ქვია. ბებერ კალებს რა დაგემართათ. ხო? ჩვენ კაცები აღარ ვიგინებითო, წყევლაზე გადავედითო და თქვენ რა დაგემართათო. არც უნდა დაიწყელო ადამიანო და არც უნდა იგინო რა. რა იგინო რა ჯანდაბა არის ქუჩაში ხო არა ხარ? რამ შენ ვარც ქუჩაში არ უნდა გაიგინო გიორგი. ჰა? მე გავიგუდე გიორგი მიშველე. რა გიშველო? დავდე დავამთავროთ. ამ ყველაფერზე რო ვიფიქრო ხალხო შეიძლება
იმასაკენ რა ქვია გარეკო ფსიქიატრი კი არა ფსიქიატრმა კი არა ვეღარაფერი ფსიქოლოგმაც ვეღარ გიშველოს გარეკო დაგიჟდე დასაბმელი შეიძლება გახდე ამ ყველაფერზე რო იფიქრო კარგი აღარაფერი ისმის ხალხო აი ისიც კიდე ქორწილი რო ქორწილია ისიც აღარ არის ახალგაზრდები აღარ ქორწინდებიან ბებრებში გადავიდა უკვე ორჯერ თხოვდებიან ორჯერ ცოლები მოყავთ შეიძლება მესამე წრეზეც წავიდნენ 4ჯერ 5ჯერ ხო ეგრე არის ეგეთი დრო მოვიდა ეგეც ხო არის ნათქვამი რომ ეგეთი დრო მოვაო მოხედავთ რა ყველადნეთად დაგიჟდა რა ცილი გამოვარდა ამნაირი ვერ გავიგე წავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავლიდამდე თორე შეიძლება აქ იმას აქვნა რა ქვია ფეხები გაფშიკო ისე ცხელა აბა ხედა ბახო კარგად იყავით მაგრად იყავით ჯიგრად იყავით უღრმესი მადლობა ყურებისათვის კომენტარებისათვის ფრთხილი კი არა თბილი კომენტარებისთვის თბილი ტკბილი რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის და ხო და რა ვიცი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ რეკლამებისაც უყურეთ რამდენი ვართ ჩემთანა ჩვენს 4001-ო და შენთან უფრო მეტი იქნება და რა ვიცი აბა ხედა აბა ხო კარგად ვეცდებით რომ აღარ დავიკარგოთ ბაი ბაი